გაუმარჯოს. ოიმე. საქმე მაქვს. გამოჩენილი. ნახევარი თითქმის გავარჩიე. წყალი მოვიდა. მაგრამ ყვითელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, სანამ კამპოტების დადგმის პროცესი მოვა, დაწმინდავდება. ანუ ხა მას ჩავყრი ბანკებში, გავაჩერებ და დაველოდებ წყლის გასუფთავებას, თუ დასუფთავდა. თუ არა და მაინც უნდა გაწითლდეს ეს კამპოტის წყალი და იყოს ყვითელი ახლა რა. ეს გაშურილობას არ რეაქციო შორი ყურადღება, ვიცი რომ შენ ნერვოზი გაქაბაზე. კაბაი, მარწყვის სიბით კაბალაქავდება. ასე ვიჯექი, აი, უყურები სერიალს და ესე ვიჯექი რა, ანუ აქ ვარჩევდი და აი ეს პატარა წვეთები რომ ვარდებო და ანუ ამ კაბაზე დავიწუწე. ოდნა ვარდისფერი გაკრავს ალაგ-ალაგ მშვიდობაში და დამილაქავდა. ნუ არა უშავრად და ლაქავდა სახლისა ბოლო-ბოლო და ნადეჯი რომ გამოხაშო გაეცლებ. ხო იმაიკას რაც შეეხება ძალიან ბევრი რაღაცები დამიწერეთ ესაქენიო. სახლში რაც მქონდა ყველაფერი რესურსი გამოვიყენე. ხალასიც გამოვიყენე, მწვანეჟელეც გამოვიყენე. ლაქების ამოყვანიც გამოვიყენე. ის საპონიც, ეს საპონიც, ის აქაცა, იქაცა, უკაცა და ბუნკერში გადავაგდე მე. არაფერი. აი ელემენტარული ერთი ბეწოთითაც კი არა მოეცალა. ვიღაც მწერს ნახავ. ამას გამოვწერ ძალიან კაპაწკუპი არ იყოს თქვენ ყურთ. ხო და აი ეს არა მქონდა, ადრე მქონდა და რაც გამითავდა აღარ მიყიდია რა ის, იმიტომ რომ ხა დიდად ვაიმე რაღაცა ლაქიანი მაქვს, აი 1000 ერთხელ თუ რაღაცა დამილაქავდება ხოლმე რა. ეხა ის სახლის არის და რომც რაღაცა მოუვიდეს, დიდად არ ეტყობა. შენ კარგად ვიყავი, შენ კარგად ვიყავ. არაფერი არ მოუვა. აფრია მერაღლება მე. ხო და ის თეთრი მაიკა უბრალოდ ძალიან მინდოდა რომ არ გაგჭებულიყო და ვერაფერი ვუშვედე რა და ისა ბეცე თუ რაღაცა ადრე მქონდა, რისთვის მქონდა არ ვიცი. მე მგონი პოლისტილო რო ჩამელბო ხოლმე მაგისთვის ვიყიდე თუ სწორად მახსოვს და რაც გამითავდა აღარ მიყიდია. და ეხლა ოღონდაც მეთქიდაა და ანუ ბევრი რაღაცა რო ვცადე მომეშალა ნერვები რომ ვერაფერი ვერ მოუვიდა, ანუ ოდნავაც კი არ გაფერფალდა თუ რაცა ხია. ხო და ესა გაუტია იმას ნაგვის გზას. უნდა გავიმაგ გადასაყრელი. ეხა პარკში ვერ მოვასწარი გადაღება ივანე ინგლისურზე წავიდა რომ გაეყოლებინა და მე გავიტანა როგორ. ძიმი არ არის არაფერი გავისეინებ. თან დანახოთ რომ გავდივარ. ყველა კუთხე კუნჯულში ხო ვარ თვალიერებ ჩემ ფისოს. და ის ადამიანს თვალით, ჰორიზონტით მივწვდები ყველგან ვათვალიერებ და ეს ჩუმად ვიძახი. სულ ვეძებ მერტ. და იმ ღობიდან საიდანაც ამოდიოდა და სულ მგონია რომ ამოყოფს ახლა იმ ლამაზ თვალებს და დამიძახებს. დილის მერე ის შავიც არ არის. ნეტა ნახოთ როგორი იმედიანად ავარ რომ მოვა მეთქი. მოიყვანს. მოიმე. რა ბიჭია. ამას დავდგავ და მე ავალ მაღლა. საწოლს ავალაგებ, წუხელგვიან შუქი მოვიდა 8-ზე რა. დაახლოებით. ყოველ მიათე საუჯან. ხო და ტოშას რუტი მეზარებოდა, მაგრამ მეთქი მიდი მანან მიდი. ხოლე მოცილებული გექნება და ტოშას რუტი ჩავთე, მივალაგე, მოვალაგე. უთოც დიდი აღარაფერი დამჭა, მაგასაც მივხედავ. აი გუში რომ კი ფილმი გითხარით, ხო იცით?
აღარ მახსოვს სახელი რა მოკლედ გუშინდელ ვიდეოში ვთქვი ფერადკანიანი ბიჭი გამოდის სიტყვა ზანგი არ მიყვარს რაღაცა დამჩაგვრელ სიტყვად მიმაჩნია ფერადკანიანი ბიჭი გამოდის ფრანგი მსახიობი რო არის ფრანგია მე მგონი ფრანგული რა მოკლედ ამერიკელია ხო კაი ხო და დილას დავამთავრე რა შუქი ხო გუშინ ჩაქრა და გვიან მოვიდა და არ მქონდა მაგის ისე ხა დავჭდარიყავი და ის მექნა ბანკეტის ისინი მქონდა დასაანგარიშებელი ისინი ასენი და ბოლოს ყველაფერი ჩავყარე ჩატში სიაც ისიც ესეც მე ვთხარი გადაწყვეტეთ გაისაქენით და 13 საღამოს შევოვალ მეთქი მესენჯერში ნახავ რამდენს ვაგროვებ და დავდებ მეთქი დამანებით თავი ბოლოზარზე მიმტვირი თავი და მაგას შევეშვი სიაცა გაქვთ და სადაც რამდენს ვიხდით მეთქი და აი გამბები მქონდა და არა მქონდა მაგისი დრო მოკლედ რა რო ის ფილმი უვებინა და დილას ჩავუძეთ რით ვერ გაათენეთ ბიჭო წადი ცოტა იქით იყივლო ხო შეიძლება ყურის ძირში ვარ იყივლო და სრულიად შოკი მივიღე კაი ფილმი იყო ერთჯერ საყურებლად დღეს მე მაგას მეორე აღარ უყურებ არ დაგასპოილერებთ მაგრამ ძალიან მოულოდნელი დასასრული ჰქონდა ერთხელ საყურებლად ფილმი კაია და ვისაძინოთ უყურებ ახლა ერთ ფილმად კიდე დასკრინული სახელი და გვარი არ ვიცი და მე რომ მოვიცლი და ვჯები და ვუყურებ წყნარად და მშვიდად უბრალოდ ახლა ამას რო დავდგავ პარალელურად ვიფიქრო რა საჭველი გავაკეთო აღარ მინდა ამ საჭველზე ფიქრი რა ხო შეიძლება ადამიანები დენზე იყვნენ შეერთოთ რა მაგარია ერთ სტეპცელთან ერთი ბავშვი მეორესთან ეხა ბევრი სტეპცელები დამჭირდება მაგრამ მაინც შუქი რო არ იქნება და რომელიღაცა რო აი ეზოში დაჯდება ანუ ელემენტი რო დაუჯდება თვითონ კი არ დაჯდება და რო ამოიყვან და სამე მიაღუდებ აი შუქი რო მევაშვილო დაგტენი მე აუ ძალიან მაგარი იქნებოდა რა ეს საჭველი ძალიან ტვინწა იყო ფიქრშიც არავინ მეხმარება ეს დაბადების დღის საჭველები მოგვირჩა ცოტა რო ყველაფერი შინაურობაში მქონდა ეგენიც მორჩა რა და აღარ არის არა მიათი არ იყო ეს არის რბილი იყო ძალიან და კატა თავის კუნთებთან ერთად მაღლა წევს აღარ უცდია წაყვანა თუმცა ყურადღების ცენტრში არის როარსად გამეპაროს თავის კუნთებიანად არა წაიყვანოს რა პრობლემაა ვიცი რომ იცით ჩაულებრივი მოვლენა ეკატისთვის მაგრამ კაი დედა ვერ იტყვი ხუდი დედა მაგრამ სანამ დააქუჩებს ხოლმე დააკარგავს ხო გეუბნეთ წაღანა ისეთ ადგილას ჩაუვარდა კნუტი რომ აი სუოდნავ გვერდზე რო ყოფილიყო იმას ვერავინ ვეღარ მოიყვანდა და მაგიტო წამოუსხი ამხელა თვალები დამდებს ხოლმე უნდა დახოთ კნუტებს უწავართვე ხოლმე ვეჩხუბები და ის დამიდან იყურებს და კნავის და თან მომდევს მგონი რას მე შენებს მიხედეო რა და ჯემი ორკინგილა კნუტს მე მიხედავ შენ 83-ს მიხედეო აი მას უყურებს და თავხდები და იცით თუ ჩავაბაგრუე თორე უეჭველი შორენაც სუდა ხდება აი ესეთი წინწკლები აქვს უკაბას სუ ეხა საჭმელს დავდგავ არ ვიცი რა რამეს მოვიფიქრებ და სანამ წყალი დაწყდება სანამ ყვითელი წყალია ყვითელი წყალი მაინც გადავივლო და არა თეთრების მაგით არის სხვა შეიძლება ამასაც გამოვხარშავდი
ძალიან პრაქტიკული კაბა. ალა ფრანც ვიხმარე მაიკაზე, მაგრამ არაფერი. ხო, ისიც ისა რომ სარიცხვის მანქანაო შეიძლება გასაწმენდია უცხოს შორს ეგმეც ვიფიქრე რა და ადრე ეგე დამილაქავდა რაღაცა და ვიფიქრე რომ რაღაცა იქნებოდა. მაგრამ სანამ მაგათ შევაგდებდი, ეხა იცი რას ვაკეთებ? ადრე კალგონს ავხმარებდი ხოლმე და ძალიან ძვირი არის, კაცო, კალგონი ყოველ მეორე რიცხვზე ვაგდებდი ხოლმე რა, რომ არ არის პატარა ფასიანი სარიცხვის მანქანა და გინდა რომ გაუფრთხილე ადამიანი. მაგრამ რაც ერთ-ერთ ისა ვნახე TikTok-ზე სხვათა შორის რომ ვინც სარიცხვის მანქანების შეკეთებაზე და რაღაცაზე არა, მოკლედ იმან დადო ვიდეო რომ როგორ უნდა გაუფრთხილეთ ანუ კალგონის და რა ყველაფრის გარეშე. თვეში ორჯერ, ნუ ერთხელ მაინც უნდა საჭმელის სოდა შეყარო ბარაბანში, ანუ არც უჯრაში არც იქ, ბარაბანში უნდა ჩაყარო საჭმელის სოდა. და ძმარი. აი სოდა დაახლოებით იცი რამდენი, აი ერთი არყის ჭიქა, არც კი მაგდენი და ორი ღვინის ჭიქა დაახლოებით ძმარი. დააყენო გამოხარშვაზე და ჩართანო, არაფერი არ შეაგდო, მარტო სოდა ძმარი და გამოხარშვა. არც სარიცხვის წამალი, არაფერი. ხო, და აი სანამ მაიკას შევაგდებდი, სანამ აქ თეთრებს შევაგდებდი გამოხარშვაზე. 1 თუ 2 საათის მორჩენილი იყო სარიცხვის მანქანა გასუფთავებას, ბარაბანის გასუფთავების რეჟიმს. ანუ მაგას ვიმარშვები ხოლმე რა და ახლა დიდად რამე გამოიტანა მეთქი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აქედან ტაშტი დაუდე. რაშიც წყალი გამოდის ხოლმე, აბანოდში გამოდის რა და იქ იღურება ხოლმე და მაინტერესებდა თუ რამეც გამოიტანა და ანუ დიდი არაფერი არ გამოუტანია, სუფთა წყალი იღურებოდა, მაგრამ მაინც გავაკეთე. ერთ თვეში კიდე გავაკეთებ. ეხლა თუ იცავს, რატომაც არაფერს არ დაუზიანებს ყოველ შემთხვევაში. ხო და მაგიტო გამოურიცხე რა, რომ აი არაფერი არ მქონდა ბარაბნის გასუფთავების შემდეგ, შეგდებული საერთოდ არაფერი არ იყო. ხო და ვინც არ იცოდით ეგ მეთოდი, გააკეთეთ ხოლმე, მანქანას დაიცავთ. თვეში ერთხელ მაინც. მარტო ძმარი, 2 ვედრა მეთქი. 2 ჭიქა ღვინის ძმარი და 1 არყის ჭიქა ბოლომდე სავსეა რა, თუ გინდა ნახევარი, გინდა გაავსეთ, რავი არაფერს არ უზავს. სოდა, საჭმელი სოდა. არაფერი და მაქსიმალურად ანუ მაქსიმალურ წურვაზე არ დააყენოთ, ჩვეულებრივ წურვაზე დააყენეთ, ტემპერატურა დააყენეთ ბაზე. გამოხარშვას. ზოგს 90 აქ და ზოგს 95. ჩემსაც მე მგონი 95 აქ. ან 90 რაღაცი. ან თეთრეულს რაშიც რეცხავთ რა, მაგ პროგრამაზე დააყენეთ. ზოგს აქვს ბარაბნის რეცხვის რეჟიმი, ჩემსაც აქვს, მაგრამ არა. გამოხარშვაზე დააყენეთ, არაფერი არ შეაგდოთ, მარტო სოდა და ძმარი. და აია რა. ამასობაში მე მგონი მეც ბოლომდე გავედი. ბოლომდე შევჭამე მეთქი და მეთქი. აი წვრილებია, მაგრამ ძალიან გემრიელია. ეხა ეს ძალიან რბილია და ვითომ მიათე იყო. არომატიც აქვს, მაგარი. რამდენი ბანკა გამოვა. ჯერ 5 საათს გამოვიტან, რომ 5 ბანკა ჩადის სიმქვაფში. ნენელა ესე 5 ბანკით, 4 ბანკით, 3 ბანკით, რაღაცა კამპოტებს ვამზადებ. თან ისე რომ ანუ დიდი ჯაფა და რამე არ მადგება, რომ ვაიმე და მთელი დღე კამპოტები ვაკეთო და რაღაცა არ. მაგრამ ზაფხულში კარგად ხმარობ. უყვართ ბავშვებს და შეიძლება აი ეს მურავები და რაღაცა არ გავაკეთო წელს. იმიტომ რომ რაღაცები შემომრჩა და კაი იყოს წელსაც. შეიძლება რა, ვნახოთ რა აღიღს ჯერ. ხო და აი კამპოტები ყოველთვის ისმევა, აი ძალიან რაუნდ 4 ცალი მაქვს, ეხლა დარჩენილი, აი როგორ დამრჩა, ეგეც არ ვიცი. შიგადაში უფრო გაზიანი სასმელებიც გვეხმარებოდა ხოლმე, რო ყიდულობდნენ მაგიტო თორე. დღეში ერთი მაინც იხსნებოდა. ზამთარში. ხო და უფრო კამპოტებს ვაწვევით ხოლმე რა. ისე მოვტყუდი სანამ ივანე წავიდო და მაგრამ ეცადინეობდა.
უნდა მეთქვა 1 10 ლიტრიანი რო გადმოიტანა, ან 2 10 ლიტრიანი მეყოფოდა მე. გადავამოწმე ხა წყალიც. აი ხა მოვჩები და თქვენთან ერთად ვნახოთ რა ფერის წყალი მოდის. ოღონდ აი ეგ მარტო ჩემთან კი არ მოდის. ეს არის ჩვენი 24 საათიანი წყალი, წესით 24-იანი უნდა იყოფილიყო. ეს ხო ის ძველი წყალიც გქონდა. ეხლა მე კიდე რა მიჭის. დილა გუშინ დილით დაწყდა, დღეს დილას მოვიდა. მამიდა ჩემთან მაგალითად იქით ის უბანი ხო საერთოდ დაწყევლილია წყლისგან, ანუ რას ვამბობ, წლებია წყალი, საუკუნეა. მამიდა ჩემი არა, მე პირველ კლასში ვიყავი, რომ 6 წლის ვიყავი, რომ მამიდა ჩემი გათხოვდა. ან 5-ის, ან 6-ის. და მათ ეზოში კრანი როგორც არქეოლოგიური ძეგლი ეგ იდგა მარტო. იცოდნენ რომ ოდესღაც წყალი მოდიოდა და ეხა 24 საათიანშიც ეგრე მოსდით რა. ძირითადად ძეგლის დანიშნულება აქვს. იმაზე ვბრაზობ, თუ გააკეთეთ, გვედალოცულებ და თუ დამთავრდა, ხალხი რატო ითხოვს ისევ წყალს? 21 საუკუნეა რო იძახიან ხოლმე, ხან რაღაც დროს ეს რაღაც ჩვენ წყალი გვინდა. ხო და ეხლა თუ ყველგან მივიდა. აი ხა მივწერ მამიდა ჩემს და ვეკითხავ. ყველგან ყვითელი წყალია, ყველგან. გუშინინოც მეუბნეოდა. ყვითელი წყალი მოდის. ეხლა დაწყვეტილია, გუში სავარაუდოდ თელ სოფელში არის. ეხლა დაწყვეტილია, მაგრამ რომ მოდის ყვითელი მოდის. არც ის არ დაადგა საშველი, რომ დაიწყონ გადასახადებზე სიარული რა, რომ მაგრამ როგორ უნდა დაიწყო, ყველასთან არ მიდის და. ეგ არ უნდა მეთქვა. ძალიან კმაყოფილები ვართ წყალი 24 საათი გვაქვს ყველა მოსახლეობას, მთლიან მოსახლეობას. უბედნიერესები ვართ. ხანდახან დავდივართ ხოლმე დასაბანი და ხანდახან არ ავსვათ უბრალოდ წყალს, წყალის უგვაქვს. და არ ავრეცხავთ ხოლმე. იმიტომ რომ გვეზარებათ რომ წყალი რა შუაში. შეგადაშიქეს უნდა თქვა რა. არ უნდა გამოხატო რომ რაღაცა არ აქვს. როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება? ხალხის წყალი სენატრება რაც ძველად ჰქონდათ, რომ თვეში ერთხელ მაინც მიდიოდი. აჰა, მე გმოვჩი. ეხლა ვნახოთ ჩვენ ძვირფასი ალი. აი მე რა გავიზუნძლე. ბოლო მარწყვი. ვიაზან გავჭყვიდი. ამ ხელებით როგორ შეგეხოთ? ესად იყოს, წამოდით აბა. ვნახოთ წყალს. ცოტა დაგაყირავით, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიჭერ. ორი წამით ხელებით გადავილაღლაღობ. აი ამ ვედრით იყიდა და შემარწვის, რომ ეს ვედრად შემოვჩა. აი, მე რა კაცია, მე კაბაზე ნერვიულობდი, რომ ისა მეთქი და ხელები ნახეთ როგორ წითელი. ზოგი აქ გავიწმინდოთ, იმიტომ რომ ნახე რა კარგად დაგვილავი. დავილაქავი ხარ ხელი. აბა ახლა ნახოთ წყალი როგორი მოდის. ნუ ეს ესეთი არის. თუ ამაში ვერ გაიგებთ, ბოთლში ავავსოთ და ნახოთ. აი, ეტყობა რომ არის მოყვითალო ფერი. მაგრამ მოდი აი მასში ავავსოთ, რომ უფრო კარგად ეს ეგ ფერი თვითონ ეგეთია ზოგადად, მაგრამ ვიდრის ახლა თქვენ შეაფასეთ სუფთაა თუ არა.
ეს არის ახალი მოსული და ეხლა განახეთ ძველი ავსებული წყალი. აი 3 ლიტრიანი რა გვაქვს. ვიღაცა რო კვდებოდეს, რომ მივაცხად. ნუ ცოტა ჭუჭყიას მივაცხავს დასალევად აქ გქონდეს. ერთი, რავი, რამდენი ხანი აგე როგორი ეტყობა რა, ფერზე ხო ეტყობა. რა ვიცი, სანამ გავამზადებ დავაცდი კიდე 1 საათი იქნებ დაწმინდავდეს. ფიზიკურად დალევაც არ შეიძლება ამ წყლის. სარეცხში არა უშავ რა. ამ წყალს ვიხმართ, თვეში ორჯერ გაასუთრებთ, რის არ აქვს, მანქანად, მაგრამ ვერა გასახდით კარგად. მასაც ჩავაგდებ. ეს გასარეცხია. ეს დაგანჩდობებით ახლა წავალ მე. ბანკებს გამოვიტან, გავამზადებ, ჩავყრი, შაქარს დავაყრი და ცოტა ხანი 1 საათი არაფერი არ მოვა, ესე უფრო არაფერი მოუვიდეს ესე როა. და სანამ ააკიდე და არ შევჭამე. წავედით. დავაგზავნოთ საქმიანობა. ბედნიერიღე ყველას.